სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები სიუნიქის საზღვარზე შეხვდნენ. დელიმიტაციის დაწყების ადგილი კვლავ უცნობია. გასულ კვირას სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების დელეგაციები ერთმანეთს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერის მეჰერ გრიგორიანის აპარატი ავრცელებს. შეხვედრა ორი ქვეყნის სასაზღვრო მონაკვეთზე, კერძოდ სიუნიქის პროვინციისა და ზანგილანის რაიონის სამხრეთ ნაწილებში გაიმართა. დელეგაციების შემადგენლობაში შედიოდნენ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხთა კომისიების წარმომადგენლები, თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო საქმეთა და ტერიტორიული მმართველობის სამინისტროებიდან. მთავარ კითხვაზე დაიწყება თუ არა საზღვრის დელიმიტაცია არა ტავუშის, არამედ სიუნიქის მონაკვეთიდან ვაშინგტონში სიუნიქის გზის შესახებ მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით ვიცე-პრემიერის აპარატში პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებდნენ. მათივე განცხადებით, როგორც დელიმიტაციის დაწყების ადგილის, ისე კომისიების შემდეგი შეხვედრის თარიღისა და დღის წესრიგის საკითხები ამჟამად გახილვის ეტაპზეა.